ჩვენთან აი ეს შვიდობაც სწორედ არის ერთ-ერთი უთანასწორობის მარკერი. ანუ წვდომა მშვიდობაზე, ხო? მშვიდობის შეგრძნება, როგორც ასეთი. იმიტომ რომ შვიდობის შეგრძნება არის პრივილეგირებულობა. და ის რომ შენ შეგიძლია მშვიდად იყო და დღეს ვიშეულებ მშვიდად იყოს. ანუ ესე ვთქვათ, ვისი ცხოვრების წესი არ შეიცვლება, ომიც რომ დაიწყოს. ყველაზე მდიდრების სტაბილური ცხოვრება. რა თქმა უნდა, ანუ ბიზნესმენებს რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ომი იქნება თუ არ იქნება მისი ოჯახისთვის. რეალურად ეს უთანასწორობის ესე ვთქვათ, ცვლადი ჩვენ სულ უნდა გქონდეს, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ხო? იმიტომ რომ არის რაღაცა ჯგუფი, რომელსაც მარადიული მშვიდობა არის ამ ქვეყნად. და არის საზოგადოება, რომელსაც არასდროს არ არის მშვიდობა, ხო? და ისინი სწორედ ამათ ხარჯზე იქმნიან იმ პრივილეგიურ მდგომარეობას, რომელიც არსებობს დღემდე და არ შეიძლება ჩვენ მშვიდობაზე ვლაპარაკობდეთ აი ამ სოციალური მდგენელის გარეშე, ხო? იმიტომ რომ ანუ ყოველთვის მარადიულად როგორც თქვი, დიდრებისთვის მუდმივად მშვიდობა არის. კალაძე რო საუბრობს მშვიდობაზე, ეს არის სიყალბე მაგალითად, ხო? ივანიშვილი რო საუბრობს მშვიდობაზე, არის სიყალბე. იმიტომ რომ ესენი ამათ არაფერი ესე ვთქვათ დასაკარგი არ აქვს საბოლოო ჯამში, ხო? შეუძლიათ ისე როგორც კოვიდის დროს როცა იყო, ანუ იდეაში საქართველოს რომ დაიპყრონ, გადაეწყობიან ახალ რეჟიმზე და ახალი რუსული გუბერნიის ისინი იქნებიან, მათთვის არაფერი შეცვლილება. მათ პრივილეგიურ მდგომარეობა იქნება შენარჩუნებული.